ნახეთ მეგობრებო, რა მინდა რომ გითხრათ, ნახეთ დამრჩა 30 წუთი სატარებელი. ხო და როგორ ვეძებ ხოლმე ეს წუთი და წამზე ბოლო წუთი და წამს პარკინგებს და როგორ ვახერხებ ხოლმე მეგობრებო ამას. ესე იგი დამრჩა 30 წუთი, ხო, დაახლოებით, ეხა უკვე 29 სატარებელი დროსთან ერთად მიმთავრდება 15 საათიანი სამუშაო საერთო დროც. ეხა მე რო გავჩერდი და პარკინგებს ძებნა რომ დავიწყო, ეს 29 წუთი ხომ აქვს სატარებელი დრო. მაგრამ საერთო დროც ხომ მიმთავრდება. ამიტომ ასეთ შემთხვევაში რას ვაკეთებ ხოლმე მეგობრებო, ეხა უკვე ხედავთ აგერო ერთ ნავიგაცია, მეორე, მესამე, მეოთხე აგერ მაქვს კიდე. ეს მეხუთეს და ეს იგივეა პრინციპში. და კიდე ხელში მიგავია ტელეფონი, ხო? ამიტომ ეხლა რახან მაქვს საშუალება და ბევრი ნავიგაცია მაქვს, ეხლა შედარებით მარტივია. მაგრამ როცა ამდენი ნავიგაცია არ მქონდა, მარტო ერთი მქონდა და ერთი ტელეფონი მქონდა. მაშინ ტელეფონით ვეძებდი ხოლმე და რასაც ეხა 4 ნავიგაციით ვაკეთებ, იგივეს ვაკეთებდი ერთ ტელეფონით, ოღონდ რა თქმა უნდა წვალება იყო და ესე მიმავალ მანქანაზე მიწევდა ადგილების შერჩევა. ასევე როცა გავჩერდებოდი სადღაც 100-150 კილომეტრით უკან, მერე ვეძებდი ხოლმე მიახლოებით პარკინგებს, თქვა 100 კილომეტრით, 100 კილომეტრში რომელი პარკინგი მომიწევდა 80-ში, 60-ში, 50-ში და ასე შემდეგ. ახლაც იგივე მაქვს გაკეთებული მეგობრებო, ნახეთ, ანუ იქ მაქვს მიცემული პოლონეთამდე, ბოლომდე მანძილი მაქვს მიცემული და პრამეჟდგები მაქვს დასმული. აი მაგალითად 816 კილომეტრი დამრჩა პოლონეთამდე ახლა. მაგრამ ამის პარკინგამდე, ამას პარკინგიც მაქვს მიცემული 67 კილომეტრია დარჩენილი, ხედავთ? მაგრამ მეორე ვარიანტი მაქვს აგერ ზაპასად 54 კილომეტრში. ხედავთ? მესამე ვარიანტი მაქვს 48 კილომეტრში. და მეოთხე ვარიანტი მაქვს 33 კილომეტრში აგერ. ამიტომ თუ მეყოფა დრო ყველაზე შორს იქამდე წავალ და იმის იქით ვერ წავიდოდი ხა დაახლოებით 110 კილომეტრს უკან გავჩერდი და მაშინ დავალაგეს ნავიგაციები, რომ მეთქი თუ გზა იქნებოდა ხსნილი ვინაიდან და რადგანაც ხა ღამის პირველი საათი ხდება უკვე თითქმის. ამიტომ გზა გახსნილი იქნებოდა და მეთქი წავალ. იქამდე ჩავიდოდი, მაგრამ დამხვდა ტილბურგში გზა გადაკეტილი, რომლის გამოც მომიწია უკან დატრიალება. და ახალი დაკეტილი იყო ეთყობა გზა და დაახლოებით ის დრო დავკარგე, რის გამოც ეხა მე იმ პარკინგამდე ვერ მივ. ამიტომ ყველაზე შორი პარკინგი არის ის, მერე ეს და ყველაზე ახლო არის ეს. ესე მაქვს დალაგებული. და ასევე ხელში რა ტელეფონის მიკავია, აქაც თუ რამე იყო, აქაც მეხუთე ვარიანტი მქონდა, ასე ვთქვათ რა. აგერ ულამაზეს ქალაქია. აი შეხედეთ მეგობრებო, როცა ვიცოდი რომ თქვა აი ამ 40 რამდენია 51 კილომეტრზე ვერ მივიდოდი, ხო? ჩაწერილი მქონდა კოორდინატები. თქვა 60, 50 და რაღაც ესე 40 და ასე შემდეგ. ხა ხო ვიცი ჩემ მანქანა 90 დადის და ანუ 10 წუთში გადის 15 კილომეტრს, 20 წუთში გადის 30 კილომეტრს, მაგრამ შესახვევი რომ აქვს. იქაც ხო ვიცი რომ თქვა ჩუგიშენი და რაღაცა, ეხა მე ეს გზა უკვე სულ აქ რო დავდივარ, უკვე ზეპირად ვიცი სად რა არის და სად არ არის და სხვათა შორის ეხა ვჩერდები ისევ იმ პარკინგზე, რომელიც აი 9 ოქტომბრის ვიდეო რო გადავიღე, აი მაგ პარკინგზე ვჩერდები, ეხა დღეს არის 13 ოქტომბერი. ხო და აი ამას როგორ შვები ხოლმე მეგობრებო, ნახეთ. მოკლედ ამას წაუშლი. ის ჩემი დაკოპებული თქვათ 40 ან 50 კილომეტრში მინდა, ხო, რაც მაქვს იმას ჩავაგდებდი ესე და ვსიო, მივცემდი მე ნავიგაციას რა. აი რაღაც ეს და ესე წვალობდი, ნუ წვალება, თავიდან წვალება, მაგრამ მე რო იჩვე უკვე ისე აღარაფერი, მაგრამ ნუ მაინც სასურველი არაა მივალ მანქანაზე. მაგნაირ რაღაცის კეთება მით უმეტეს თუ არა. მით უმეტეს როცა არ გაქვს დამოღამებული და მით უმეტეს როცა დღე არის ხა ღამეა და გაჩვილი არ მოდის, უკან კი შორს კი მოდიან მანქანები, მაგრამ როგორც ხედავთ რა. ამიტომ დიდად კომფორტული და სახიფათოც კი არის, მინდა გითხრათ. ასეთ შემთხვევაში, როცა გამოუცდელი ხარ ადამიანი და ისედაც და ასედაც კაცო გამოსცილდეს რა მშლობა აქვს მაგას, მაგრამ ზოგადად ხანდახან არის ხოლმე შემთხვევა, რომ სამწუხაროდ გვიწევს ხოლმე ესე რუზე რაღაცების კეთება.
და ეხლა მაგალითად აგერ წერია 26 კილომეტრი და 26 კილომეტრი. ორივე არის 26 კილომეტრი. დამრჩა 22 წუთი. ანუ იდეაში მე ამ ტემპით ესე რომ ვიარო 22 წუთში 2 წუთი რომ გამოვაკლოთ იქ შესვლა რაღაცებს და პარკინგებზე და რაღაცებს პირობითად. 30 კილომეტრს გავვლი, ამიტომ ეს 26 წუთი საკმაოდ სავსებით საკმარისია. ამ 41-ზე უკვე ვეღარ მივალ, აზრი არ აქვს. მით უმეტეს ვერც ამ 60 კილომეტრზე ვეღარ მივალ. ამიტომ ჩათვალეთ ახლა ამ ორ ნავიგაციას გავყვები რა. და მაშინ სანამ ამდენი ნავიგაცია მქონდა, მანამდე შვებოდი აგერ ერთ ტელეფონზე მქონდა ეგ და უკვე ერთ ტელეფონით მივდიოდი ხოლმე. ამიტომ არის ხოლმე მეგობრებო, რომ წუთი წამზეა ხოლმე მე რო ვკეტავ, იმიტომ რომ გააჩნია დროს ახლა დღე რო იყოს, ამას ასე ვერ ვიზავდი, მაშინ ცოტა მეც დავიტოვებდი ზაპას. იმიტომ რომ ახლა ღამეა, როგორც ხედავ და რა ვიცი, აქ ისევ გზა თუ იქნება დაკეტილი და ისევ გზა თუ იქნება დაკეტილი ბოლო-ბოლო, ხო? ეგეც არაა პრობლემა, უცებ იმას ვიზავ, მოვძებნი ახლა აქ, იმიტომ რომ ჰოლანდიაში ვარ, გააჩნია რა ქვეყნებში ხარ და სად ხართ რა იმის მიხედვით. ამიტომ მოდი ახლა ვნახოთ აგერ 20 წუთი დამრჩა წესით ამ ტემპით 30 კილომეტრს გავვლი ახლა მე, მაგრამ ამ ტემპით ხო ვერ ხონა დავიწყო, გზიდან გადახრვა შენელება ხონა დავიწყო, იქ მოსახოვი მაქვს, იქ შუგნიშანია, კიდე რაღაცა იქნება და ეგ ყველაფერი მოკლედ ამაში გადის. და მოდი აბა ახლა ვნახოთ დღეს მაგალითზე რამდენი დრო დამრჩება სვენის დაკეტვამდე. 9 საათიან პაუზას თხოვს. როგორც ხედავთ, ანუ 15 საათიანიც მიმთავრდება 20 წუთში და 20 წუთში სატარებელი დროც მიმთავრდება 20 წუთში. დილით რო დავიწყე 5-6 საათი ინგლისში წინ დავკატავდი 10 კილომეტრს რადიუსში რაღაცა საბუთის გამო რა. ხო და ამიტომ დღეს მეც ვერ მივდივარ. დღეს რო გერმანიაში გადავსულიყავი, მაშინ ასე არ ვიზავდი. გერმანიაში ცოტა მეც ზაპას დავიტოვებ და ცოტა მეც ზაპასის შემთხვევაშიც მაინც წუთი წამზე დავკეტავდი როგორც ყოველთვის. ხო და მოდი აი დღეს ვნახოთ, უკვე 18 წუთი დამრჩა აგერ. სატარებელი აკლდება ამას და აგერ 21 კილომეტრი. ნახოთ. დამრჩა 10 წუთი მეგობრებო. და 8.7 კილომეტრი თავის შეხვევიან, მიხვევიან, გადასახვევიან, გადმოსახვევიან ყველაფრიანად მოკლედ. წუთი მჩება მეგობრებო. Через 800 метров съезжайте 28 Н347, Рикшикас 15, затем поверните налево. მოკლედ გადაუხვიო მეუბნება ახლა ეს. Через 300 метров поверните налево Н347, Рикшикас 15, затем съезжайте с автомагистрали направо, рейс Сэшек. ისინი ახლა აღანდებიან, მაგრამ ეგ არაფერი. ეგეც ძალიან დამაბნეველია ხოლმე თავიდან, როცა ისე ხარ რა. მაგრამ მე უკვე მაგათ ყურადღებას აღარ აცევ, ამიტომ თავიდან ყველაფერი ცოტა ისეა, მეგობრებო, მე რკინები მიდის ახლა და მოსახოვში ცოტა ნელა შევიდე, თორე ლისტები არის სხვადასხვანაირად დალაგებული რა და. Через 800 метров съезжайте с автомагистрали направо, рейс Сэшек, затем поверните направо. ეს ჰოლანდია და როგორც ის ვიდეო მაქვს თუ არა ატვირთული არ ვიცი, მაგრამ შეგიძლიათ რომ მიდიხარ ეგრევე მწვანე ლაგერას გან მანქანები. აქაც შემიძლია მოვიდე პრინციპში. მაგრამ ეს ჩემი ადგილი მირჩევნია რა ვიცი. Съезжайте рейс Сэшек, затем поверните направо. Через 300 метров поверните направо, затем на дороге с круговым движением поверните направо и выберите первый съезд. Поверните направо, затем на дороге с круговым движением поверните направо и выберите первый съезд. ველოსიპედები დადიან ხოლმე აღამე რა და ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ დროს. Ахали маршрут из Камутла. Через 150 метров. ჩვენ ახლა იმათ არ უჯერებთ, ჩვენ ამას და ამას მიყვებით ახლა.
Амат вообще Через ну 100 ეხა მე ისე метров მოვდივარ на дороге с სიმართლე круговым движением поверните направо и выберите первый съезд Деблэк, затем поверните налево. ლამაზ განათებულ ადგილას მოვედით მეგობრებო. Поверните налево. ეს უკვე დაცლის ზონა აქეთ. Поверните налево. სამი წუთი მეგობრებო. სამი წუთი. აქ ბაჭუნიები არ იქნებიან, ეხა იქნებიან, როგორ არ იქნებიან. იქნებიან ბაჭუნიები, როგორ არ იქნებიან და. ეხა ვიდეოში ალბათ არის Через ეს, მაგრამ 200 метров поверните налево, вот ДЛМ ваболек, Клаб. чем с Манканаса, Затем да? вы прибыли в пункт назначения, он справа от вас. აი ესენიც როგორ არიან ხა ველობილიკია ეს და ველობილიკი არიან გაჩერებული. დილით დაიძრებიან ისინი მე სამწუხაროდ დილით ვერ დავიძრები. აი ეს ის მანქანები წინა ვიდეოში თუ გაჩვენეთ მეგობრებო, მორთული ყავთ მეთქი. Поверните налево. და მე ხა შემიძლია პირდაპირ წავიდე 2 წუთი დამჭა. არა მოდი ჩემს ადგილას. Поверните налево, И затем Манканаса вы შემიძლია прибыли в ამოვიდე. пункт назначения, он справа от вас. აი ეს შენობა მეგობრებო, წინა ვიდეოში გაჩვენეთ, აი ეს შენობა და აი ეს შენობა და ეხა არ მითხრათ ჩემს ადგილას Через ვიღაცა 90 метров вы прибыли в пункт назначения, он справа от вас. დარეკა უნდა დავამთავრო ჯიგარო Вы მუშაობა прибыли და в пункт назначения, ДЛМ Клаб 2, он справа от вас. ჩემს ადგილას დგას ვიღაცა და ეხა ტელეფონს ეთუს გავდეთ მეგობრებო, იმიტომ რომ 2 წუთი დამჭა და 2 წუთი დამჭა მეგობრებო დრო და მივაყენო ეხა ეს მანქანა მე ისეთ. ის ჩართულა ჩემთან. კარგით, მოკლედ დღევანდელი ჩემი სამუშაო დროს დასრულდა. ეს ისევ ის ადგილია მეგობრებო, როგორც გითხარით, აი ეს მანქანა ვინ არის? მაიმუნი, მაგრამ ვიღაცა მიპოვა ჩემი ადგილი, ხედავ შენ პირველად ნახე აქ მანქანა. ის იმათი მანქანებია, როგორც გითხარით წინა ვიდეოშიც, მაგრამ ეს პირველად ნახე და და ფარდა გახსნილი რო წევხარ. რავი, ძმაო, ჰოლანდია და დაიძინე მშვიდად და მოკლედ ეგრე მეგობრებო, დაახლოებით ასეთ პრინციპზე მუშაობ მე, რაც თქვენ შემთხვევაში ვიმეორებ, რომ არანაირად არ მოგიწევთ, მაგრამ რა ვიცი, იცოდეთ მაინც ხვალდაზე არიცით თქვენს შემსავით შეიძლება მოგიწიოთ რაღაც სხვა სამსახურის შესვლა იგივე ოჯახის გამო, იგივე სხვა მიზეზების გამო, რა ვიცი და რამე რო იყოს, იცოდეთ. ყველაფერი იცოდეთ და ღმერთმა არ დაგაჭიროთ კაცო ესე წამზე თქვენ კომპანიაში მადლობა ღმერთს არაა მაღაზია სადევარი და თუ გექნებათ შემსავით არჩევანის საშუალება რომ ყოველკვირა იყოთ ოჯახში და აქ ყავდეთ ოჯახი და რაღაც გავსრამე სიტუაციაში თუ აღმოჩნდებით, აგერ მე ასე ვმუშაობ, მოკლედ და რა ვიცი შესაძლებელი არის. თავიდან ძალიან წუხდებოდი სიმართლე გითხრათ გავსი რაღაცეებით, მაგრამ ეხა რა ვიცი, ჩაულებრივი ან რა ვიცი, ჩაულებრივი ყოველდღიური რუტინაა ჩემთვის ეს რა და არაფერი განსხვავება არ არის რა ისეთ მუშაობას და ასეთ მუშაობას შორის. რა ვიცი, ხა თქვენ სამსახურში გადმოვიდე, შეიძლება მე ხამუშოს რომ ამდენ დრო დამრჩება, ვერ გეტყვით, მაგრამ მართლა ძალიან ბევრი დრო რჩება თქვენი ჩემთან შედარებით. ასე რომ შესაძლებელი არის მეგობრებო, თუ რამე მსგავს პრინციპზე იმოქმედეთ, ეხლა თქვენც არ დაგჭირდება თქვენ მსგავსი რამე რო გითხრათ იმ სამსახურში, არა, დაგჭირდებათ, მაგრამ იქ დაგჭირდებათ წელიწადში რა ვიცი, 5-ჯერ, 7-ჯერ, მეჯერ არ დაგჭირდებათ რა. ისიც იმიტომ რომ რაღაცა გაუთვალისწინებელი მოხდება, ან დასლა გადაიდება, ან რაღაცა დაიკეტება, ან საცობში მოხდები და რაღაცა შეიძლება მოგიწიოთ ასე. 10-ჯერ, მაგრამ ეხა მე ყოველდღე ესე მოგხვდებით, აი მართლა რა ვიცი, კვირაში 6 დღე რო 5-6 დღე რო უნდები რეის ხოლმე, 4 დღე დაახლოებით ესე ვარ ხოლმე რა და ამიტომ ძალიან ბევრია მეგობრებო ეს, მაგრამ შესაძლებელია რა, ოღონდ გააჩნია ვიმეორებ. რა გამოცდილების ხართ, რამდენი ხანი დადიხართ ერთ და იგივე ადგილას, რა ქვეყნებში დადიხართ, დღეა, ღამეა, ზაფხულია, იმიტომ რომ ზაფხულში ზაპრეტებია და სხვანაირად რაღაცეები, ზამთარია,
კაი ამიდიაც ბევრ ამას გააჩნია, იმის მიხედვით დაგეგმვადია ეს ყველაფერი და განხორციელებადია, რა ვიცი, უკვე მე რამდენი ვიდეოში ხედავთ, რომ აი ბოლო წუთს და ბოლო წამს კეთავ ვიდეოს იმას, რა ქვია, სმენას და თქვენ წარმოიდგინეთ ხა ყოველდღე მე რო აქ მუშაობ, მე რამდენჯერ ვაკეთებ მაგას, ხო? ამიტომ რა ვიცი, ღმერთმა არ დაგაჭიროთ, მაგრამ თუ დაგჭირდებათ, შესაძლებელია დაახლოებით ამ პრინციპით. შეიძლება თქვენ უფრო მაგარი რაღაც დაამოღამო და უფრო ისე თქვენთვის მორგებული რამე ხერს მიაგნოთ, ვერ გეტყვით, მაგრამ მე დაახლოებით ამ ხერსზე მაქვს მიგნებული და მუშაობს მოკლედ 99% სიზუსტით, ასე რომ ვთქვათ. ხო და ამიტომ ასეა მეგობრებო, რა ვიცი, თქვენ იქ არ მოგიწევთ ვიმეორებ, მაგრამ მაინც ცოდნით ყველაფერი, იცოდეთ მე რაც მაქვს შეგახედეთ აქ. კარგით, აბა თქვენ იცით, მეც დავისინებ, ხა დავისვენებ, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. აბა თქვენ იცით, ყოჩაღად ყველა.